23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 1921 წლის საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან მებრძოლ ქართველებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყოველ წელს პატივს მიაგებს. თბილისის დამცველთა დღე. ამ სახელწოდებით ღონისძიებას წლებია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი მართავს. ტრადიცია არც წელს დაირღვა. 2026 წლის 22 თებერვალს ლეგიონის წევრები თავდაპირველად ტაბახმელას სტადიონთან შეიკრიბნენ. მოეწყო ფეხით მსვლელობა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილამდე. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. ამჯერად ფეხით მსვლელობაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი საბა გაზდელიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მაზნიაშვილის ლეგიონის წარმომადგენლები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლაში დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ლექცია გაიმართა. შეხვედრას მაზნიაშვილის ლეგიონის თანადამფუძნებელი პაატა გიგაური უძღვებოდა. ლექციის დასრულების შემდეგ მსვლელობის მონაწილეებმა გზა განაგრძეს ნომერ მე-4 სანგრის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული ადგილისა და ნომერ მე-4 სანგრის შესახებ ლექცია მოისმინეს. გარდა ამისა, გამოფენაც მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილის ლეგიონის მიერ ბრძოლის თველის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ამოღებული არტეფაქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილი გმირობის შესახებ მოგვითხრობდა. საოცარი მისტიური დღე არის, თბილისის დამცველთა დღე არის და განსაკუთრებული ემოცია სუფევს აქ ჩვენ მადლობთ მაზნიაშვილის ლეგიონის წევრებს, მეთაურებს, ბავშვებს, ვისთან ერთადაც ერთობლივად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას. მათი დაფუძნებულია, მათი მოძიებულია ეს ყველაფერი, ეს ადგილები, არტეფაქტები და დღეს ახალგაზრდა უდიდესი ნაწილი ღირებულებითი კლუბებიდან, ისე ახალგაზრდები, სტუდენტები, მათი წევრები, ესე ვთქვათ, ყველა ერთად ამოვედით ფეხით, ზუსტად ის გზა გავიარეთ, რაგზაც იუნკერებმა გაიარეს ამ დღეებში, თებერვლის დღეებში, როდესაც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს დედაქალაქს საოცრად რთული პერიოდი ედგა. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ჩვენ ერში, ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღირსეულ კვალს ტოვებენ ასეთ რთულ პერიოდებში და მათ, ასე ვთქვათ, შინაგან სამყაროზე, მათ ვაშკაცურ გადაწყვეტილებებზე დგას ფაქტობრივად ჩვენი ისტორია და დღეს ზუსტად აი ამ იუნკერების აქ დაღუპულთა ხსოვნისათვის გაიმართა ეს ღონისძიება, ასევე გადავიხდით მათი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და ყველაზე მთავარი რაც არის ამ დღის უკდავყოფა ფაქტობრივად და მათი ჩვენი მომავალი თაობისთვის გულებში აღბეჭდვა, ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა. დღეს ჩვენ თავდაცვის მოხალისეებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებაც აჩვენეს საოცარი სიმამაცე მტერთან ბრძოლაში და უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის მოხალისეები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსთან და ჩვენი მხარდაჭერით ორგანიზებას უკეთებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, სწორედ ემსახურება ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას და რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთები ჩვენი წარსულიდან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს ის გამოწვევები, რომელიც ჰქონდა ჩვენ საქართველოს მაშინ, ეს გამოწვევები არსად არ წასულა, ეს საფრთხეები კვლავ არსებობს და ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ჩვენ რა თქმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარსული კარგად და იმისათვის რომ იყოს ქვეყანა ძლიერი, უფრო უნდა გავერთიანდეთ და მეტი პატრიოტი გჭირდება ჩვენს საქართველოს. დღევანდელი დღე მიეძღვნა 1921 წელს თბილისის დაცვის ოპერაციაში მონაწილე რეგულარული ჯარის და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე მოიგერიეს მოწინააღმდეგე. ეს არის ჩვენი ტრადიციული გაცვლა. თბილისის დამცველთა დღე ქვია, ტარდება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებით, ერთად ვაკეთებთ და მიზანი არის, რომ ახალგაზრდები ამოვიდნენ ამ ადგილას და ასე ვთქვათ, ადგილზე გაიაზრონ ის სიტუაცია და ბრძოლის ველი, რა პირობებში იყვნენ ჩვენი მებრძოლები და რა ხდებოდა თითოეულ ამ მონაკვეთზე, აი ამ ადგილების უშუალო დათვალიერება და ისტორიასთან პირდაპირ შეხება ხდება. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მოხალისეს წარმომადგენლებმა მივიღეთ მონაწილეობა გენერალ
მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მიერ გამართულ ღონისძიებაში, სადაც მათ წარმოადგენეს და უკდავყევს იმ ბიჭების და იმ გოგოების ხსოვნა, რომლებიც 1921 წელს დაეცენ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ლეგიონი უკვე დიდი ხანია ატარებს ასეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზანად ისახავს პატევის მიგებას 1921 წელს თბილისის დამცველთა ხსოვნისთვის. ეს ღონისძიება თავიდან შედარებით მცირე ზომის იყო, მარტო ლეგიონი მონაწილეობდა. თანდათან მასშტაბები იზრდება. თუ ადრე ვიყავით მაგალითად 100 კაცი, მერე 200, 300 და ყოველწლიურად მეტი და მეტი კაცი ადამიანი გვემატება. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ იყო სანგრები, აქ გადიოდა თბილისის დაცვის ზოლი, აქ იბრძოდნენ როგორც იუნკრები, ისე შეიარაღებული ძალების მებრძოლები. უკვე დაახლოებით 4 წელია დავდივარ საკვირაო სკოლაში. იმდენად კარგია, ყველაფერზე ვლაპარაკობ საერთოდ რელიგიაზე, ქრისტიანობას და ასევე ცხოვრების όλ საკითხებზე და აქაც ახლა რომ მოვედით ძალიან კარგია. დღევანდელ ღონისძიებასაც შეეხება ძალიან საინტერესო, ძალიან შემეცნებითი და ისეთია, რომ უფრო მეტად დაგაფიქრებს შენი ქვეყნის და ღირსების მნიშვნელობაზე. და მართლა ძალიან საინტერესო პროექტი იყო, ძალიან კარგი იყო და მადლობა, ვინც ეს ღონისძიება და ის ყველაფერი დააფუძნა და წარადგინა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნომერ მე-4 სანგართან სასულიერო პირებმა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შეკრებილები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. სასულიერო პირმა 1921 წელი გაიხსენა და გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იუნკერთა თავდადება არ უნდა დაივიწყოს ახალგაზრდა თაობამ.